მოგესალმებით მეგობრებო, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ძალიან გემრიელ და ადვილად მოსამზადებელ სადილს, რომელიც უნდა მოვამზადოთ სპაგეტით, ქათმის ხორცით, სოკოთი და ტარხუნით. მაშ ასე. დაგვჭირდება ერთი მოზრდილი ხახვი, რომელიც უნდა გავფრთხნათ, გავრეცხოთ და დავჭრათ რაც შეიძლება წმინდად და წვრილად. შევბრაწოთ ტაფაზე ზეთთან ერთად. ერთი ფილე დაგვჭირდება ამ შემთხვევაში, რომელიც უნდა ძალიან წვრილად დავკეფოთ და შემწვარ ხახვთან ერთად მოვთუშოთ. დაახლოებით 4-5 ცალი მოზრდილი ქამასოკო კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ბრტყლად და შევურიოთ ნახევრად მომზადებულ ქათმის ფილეში. და ვადრობოთ, სანამ ყველაფერი კარგად არ დაიბრაწება. მანამდე პარალელურად შეგვიძლია მოვხარშოთ სპაგეტი ადუღებულ მარილიან წყალში. დაჭირდება დაახლოებით 10-12 წუთი ადუღებიდან. ასევე დაგვჭირდება ერთი კონა ტარხუნა, გავრეცხოთ, დავჭრათ. ჩავამატოთ უკვე შებრაწულ ხორცში და სოკოში. დავამატოთ 20%-იანი 100-150 გრამი ნაღები. ერთი წამოვადუღოთ და საკმარისი იქნება დიდხანს. არ უხდება დუღილი ნაღებს, რადგან ძალიან სქელდება მერე. შეგვიძლია დავასერვიროთ უკვე, გადმოვიტანოთ თეფშზე სპაგეტი. მოვაწყოთ ჩვენი მომზადებული ქათამის სოკოთი და ტარხუნით. თქვენ ვერც კი წარმოედგენთ ისეთი გემრიელია. აუცილებლად მოამზადეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემებური სამზარეულო და მოიწონეთ გვერდი.